დამრჩა ერთი სტატია დასაკითხი რთულია მიჭირს ამ სტატიის კითხვა, იმიტომ რომ თითო წინადადება ეს არის თითო ფორმულა. აი სამი გვერდი წავიკითხე, 4 გვერდი წავიკითხე 20 გვერდიან სტატიაში. თითოს წინადადება არის თითო ფორმულა. ეს არის ედიშერის დაწერილი ძალიან რთულ კანტზე არის, არა. თვითონ ის თემა, რაც კანტზე არის, ის კანტის თემა, რაზეც ატრიალებს ის მეტნაკლებად ჩემთვის გასაგებია, მაგრამ თვითონ ამის წერის მანერა, თვითონ ავტორი ამბობს, რომ ბავშვობიდან აინტერესებს კანტი და მთელი მისი ცხოვრება კითხულობს ამ კანტს. აბსოლუტურად ყველაფერი აქვს ის წაკითხული რაღაც პირველი ნაწარმოებიდან წერილების ჩათვლით და წერის მანერაც არის აი კანტის ტექსტივით რა. აი რაღაც წინადადება იწყება რთული თანწყობილი წინადადებები. ოღონდ ეს რთული თანწყობილი წინადადებები არის აი შუაში რომ კიდევ რაღაცები რომ შედის რა. ეს არის რაღაც ალბათ ვინც გერმანული იცის იმისთვის ეს იმდენად რთული არ არის ალბათ, ხო, იმიტომ გერმანელები თურმე ეგრეთ წერენ. აი ჩვენი რომ არის დათო ბარბაკაძე, მისი დისერტაცია არის კიდევ ესე დაწერილი. გერმანისტი კი არ არის ადამიანი პოეტია, მაგრამ ძალიან კარგად იცნობს გერმანულ ენას, იცის და პოეზია აქვს 11 ტომი ავსტრიული პოეზია ნათარგმნი ქართულად. ეხა ყველაზე რთული რაც ითარგმნება ფილოსოფიურ ტექსტზე უფრო კიდევ რთული არის ლექსის თარგმნა რა და ლექსების და პოეზიის თარგმნა ამ კაცმა ეს შეძლო, ესე იგი საერთოდ არა მარტო კონკრეტული პოეტის სულში უნდა შეხვიდე, არამედ იმ ეპოქის სულში და იმ ეპოქის რაღაცას უნდა გრძნობდე რა, თითოეულ სულის პატარა გათრთოლებასაც კი და ხო და ესეთი რაღაც თარგმნა და მას მართლა ესეთი ჩემთვის აუტანლად ძნელი, დიდად არ განსხვავდება მისი ეს დისერტაციის ტექსტი მისი ლექსებისგან რა. ძალიან თუ ქართული გეოსება ადამიანს აი მათ უნდა ედიშერისგან კანტინამოდ განსხვავდა, თვითონაც ხნის ტერმინებს, ეს გარდაუვალი ეხა შეუძლებელია ტერმინები არ ქნა, არ შექმნა ეს ხო ხა გალაქტიონს შეეძლო რომ ჩასულიყო რაღაც ქართული ენის წიაღში სადღაც შეეღწია და იქ სიტყვა ეპოვნა და იმ სიტყვასთან ერთად თვითონ დავადებულიყო, ხელახლა დაებადებინა ეს სიტყვა უკვე არსებული სიტყვა, მაგრამ როდესაც უკვე სხვა ენებში ხარ ესე ათქვეფილი, მე უკვე კიდე არ გინდა იმ ენებზე რაღაცნაირად წაკრავს აზროვნება რა. შეიძლება ვერ ვიტყვი ხო ინგლისურად ვაზროვნებ, ეს გამრიცხულია, მაგრამ რაღაცა მომენტში სწორედ ინგლისური სიტყვა მოაჯდება იმას, ხოლმე რის თქმაც მინდა. ან რუსული სიტყვა. ხშირად ბერძნული სიტყვაც, ეხლა უფრო ნაკლებად, იმიტომ თითქმის აღარ ვკითხულობ ბერძნულად, არაფერი ძალიან იშვიათად. ხო და ეს ინგლისური სიტყვა წააწყდება. ზოგჯერ არის რომ თქვენ წარმოვიდგინეთ ქართულად ინგლისურად რომ ლაპარაკობთ, ქართული სიტყვა არ მომდის თავში. მომდის ხოლმე ანუ წერ ინგლისურად მომდის ხოლმე ან რუსული ან ბერძნული სიტყვა. ამ ფრაზა ქართული არ მომდის ხოლმე. აი იმისათვის რომ გავიგო ხოლმე აი ქართულად ის სიტყვა რაც მინდა თქვა როგორ არის არის ხოლმე რომ პირიქით უნდა შევიდე იმაში ხოლმე დიქციონარი ლექსიკონში რომ მოვძებნო ხოლმე რა. ესეც კი ხდება. ესე იგი და აღმომჩენია რომ მაგალითად ხდება ხოლმე ეს შემთხვევა ვერ ვიხსენებ, მაგრამ ხდება რომ რაღაც სიტყვა ვიცი ბერძნულად არის და ვერაფრის ვერ ვიხსენებ ინგლისურად როგორ არის. მინდა რომ გავიხსენო ეს სიტყვა ან რუსულად ან ქართულად და ვერ ვიხსენებ. просто აი ბერძნულად არის თავში გაჭედილი. თუ შევდივარ დიქციონარში და ვხედავ რომ არის რაღაც ინგლისური სიტყვა, რომელიც ზუსტად ის არის ქართულშიც. აი პრივილეგია მაგალითად პრივილეგია სიტყვას რა, privilege, ხო? I'm privileged. პრივილეგია ვერ გავიხსენე ინგლისურად. პრივილეგია, რუსულად პრივილეგია, ქართულადაც პრივილეგია. ვერ გავიხსენე, იმიტომ ინგლისურად ბერძნულად მოვიდა ეს სიტყვა. ეგეთი რაღაცა გაჩხერები რო ხდება ტვინში, ამას ფილტრავ.
მაგრამ ამ ფილტრასთან ერთად მე იკარგება აზრის მდინარება. იკარგება რაღაცა ის ალბათ ის იმავე ის პოეტური რაღაცა შეგრძნება, რომელიც შენ სიტყვით გინდა გადმოსცე და ან სწორედ ამ სიტყვას აჭდება და ამ შემთხვევაში გარდაუვალია, რომ შენ რაღაცა სიტყვა აწარმოო რა. ხო, და ამიტომ შეიძლება ფრაზაც კი აწარმოო რა. ხო და ესე წერს ეს ადამიანი რუსულად. საერთოდ ეს რუსებს ეს გერმანული ხო რა არის რუსი ვერ შემდგარი გერმანელი. ხო რაღაც ესეც ამბობენ ეს არის ვერ შემდგარი მონღოლი თქვა ხო? ამ მონღოლს კიდე გაუჩმახეთ საქმე. რა თითქოს ისე იყოს რომ მონღოლებს არაფერი არ შეექმნა და უზარმაზარი კულტურა შექმნის ამ და ბოლო ჩინური არის რა ჩინელებმა შექმნის ამ ხელა კულტურა მაგრამ ამას მონღოლებს რასისტულად კი არ ვამბობთ, არამედ ვამბობთ რომ ვარქმევთ სახელს რაც არის რა. და მე შესაბამისი ქმედება ჭირდება იმ მონღოლებს. ხო და ვერ შემდგარი მონღოლი ვერ შემდგარი გერმანელი მონღოლი. ხო და არის რუსიო რა და რუსულში როდესაც ახლა ეს ტექსტები მძიმე ტექსტები ხომ სანამ ინგლისურს კარგად და ბერძნს შესაბამისად, მაგრამ ბერძნულად უფრო ნაკითხი მაქვს თვითონ ბერძნების დაწერილი ნათარგმნი ბერძნულად არც არაფერი არ მაქვს. ერთი რაღაცა მაქვს, მეგონი ტატაკის ფრანგულიდან თარგმნილი მაქვს. ხო, ნეოპლატონიზმზე მაქვს რაღაცები, ცოტა, რაღაცები იქნება, მაგრამ კი არის, კი რაღაც წიგნები არის, ხო, მაგალითად მე-20 საუკუნის თეოლოგიის ერთი უზარმაზარი წიგნი არის, რომელიც იტალიურიდან იყო. ხო, არა, ხო, კი, რა თქმა უნდა. ხო, სტანიალოეს რუმინულიდან ნათარგმნების ინგლისურიდან. ხო, კი, არის რაღაცები, მაგრამ ძირითადად რუსულად კითხულობდი ხოლმე ამ ტექსტებს. ხო, ქართულად შეუძლებელია ვერ გაიგებ ყველაფერს. ხო და ამიტომ მეტაკლებად ამასაც მიჩვეული ვარ, მაგრამ მაინც რთული ტექსტია. და ამ ტექსტის დასრულების და გაანალიზების მერე ჯერ სულმა წამძლია და საკლუჩენია წავიკითხე ეს ადამიანი თავს უყრის. კი, საინტერესო რაღაცა, მაგრამ იმედგამაცრუებელი იყო ჩემთვის. ესე იგი ის რა დასკვნაზეც გადის ეს ადამიანი. მაგ დასკვნაზე მე თვითონაც უკვე გასული ვარ. ეს ტექსტი უბრალოდ მჭირდებოდა მე იმისათვის რომ თუ რამე გამომეპარა რომ ამას შემთთვის ეჩვენებინ. ეს არის აპოსტერიული მეტაფიზიკური აპოსტერიული რომლითაც მინდა ეს ჩემი კანონზე დაწერილი რაღაცა დავასრულო რეალურად რა ამით მინდა რომ დავასრულო ეს მამარდაშვილით ასე ვთქვათ რა ეს კანტიდან ჩერის პრუსტი მოვიდა მამარდაშვილზე ესე იგი კანტს არა აქვს რა თქმა უნდა ეს მეტაფიზიკური აპოსტერიული პირიქით კანტის ფილოსოფია გამორიცხავს მეტაფიზიკურ აპოსტერიორს თითქოს და პრუსტთან ეს ჩერდება მაგრამ პრუსტი ხა ფილოსოფის ხო არ არის მწერალია მამარდა ამას იტაცებს ამას და აძლევს მას თავის ფილოსოფიაში გარკვეულ ადგილს და ამით ის ინტერპრეტირება თუ რამე შეიძლება ითქვას მამარდაშვილი რჩება კანტიანელად რა კანტიანელია ხო და ნარჩუნდება მაგრამ ნებისმიერი ფილოსოფია ევროპული ფილოსოფია არის კანტიანური საერთოდ კანტის მერე ყველა ფილოსოფია არის კანტის შემდგომი ფილოსოფია და კანტს ითვალისწინებს რა ამაზე კანტზე არის დაფუძნებული და ამაზეა მაგალითად კატრინა მალაბუს ბოლო მონუმენტური წიგნი რომელიც ის პირდაპირ შეგვიძლია კი რომ გავთავისუფლდეთ ესე გამოვეხსნათ კანტს ან ავხსნათ კანტი რაღაც რელინკვიშ ესეთი სიტყვა არის რომელიც ორივეს ნიშნავს ავხსნათ კანტი და გაუშვათ ჩვენგან და ესე იგი ჩვენგან თავისუფლდეთ კანტისგან და ამავე დროს კანტი განთავისუფლდეს თვითონ თავისგან ესე იგი იმ გაგებისგან რომელიც
კანზე გვაქვს ჩვენ, ესე იგი ჩვენგან განთავისუფლდეს ეს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ თავისგან განთავისუფლდეს, ესე იგი კანტის ხატის, რომელიც ჩვენ გვაქვს და კანტის წარმოქმნა რაც გვაქვს, აი იმისგან გავუნთავისუფლოთ კანტი და მას მიცეთ სხვაგვარი ინტერპრეტირების ისეთი ინტერპრეტაციის საშუალება, ისეთი ინტერპრეტაციის საშუალება, რომელიც მაგალითად ჩვენთან ერთად ფერხულში თან თვითონ კიდე სხვა გზით დავინთავრდები. ხო და რაღაც ესე მინდოდა რომ და თავიდან დამშაშ დაბეჭდილება რომ ეს რუსული სტატია აი ამ კატერინა მალაბუს სტატიის კონგენიალური არის. კონგენიალურობას ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ შეიძლება დასკვნები, რომელიც მე მინდოდა რაღაცა დამენახა, რაღაც ახალი და მასზე დაყრდნობოდი და იქნებ რამე უფრო მეტად სიღრმეში ან რაღაცა ცოტა გვერდიდან პარადიგმიდან რაღაცა დამენახა, ჯერჯერობით ვერ თავიდან რო წავიკითხე პირველი შესავალი, ესეთი იმედი დამებადა, მაგრამ შემდეგ აი ამდენიმე გვერდის საკითხვის მერე და აი იმ დასკვნის საკითხვის მერე ისეთი შთაბეჭდილება დამჩა რომ უბრალოდ ის ამტკიცებს იმას, რაც უკვე მამარდაშვილს აქვს გაკეთებული რა. ოღონდ სხვა გზით. ახსენებს მამარდაშვილს ორჯერ, ხო? ერთხელ არა, არ ციტირებს საერთოდ, უბრალოდ ახსენებს, რომ ეს იდეა მამარდაშვილისგან მივიღე, ორჯერ ახსენებს ამას. ხო, მოგეთ მეტაფიზიკურ აპოსტერიორიო რომელიც პრუსთან არისო პირველად ესო შემხვდა მამარდაშვილთან. ესე იგი მამარდაშვილისგან გაიგო რომ პრუსს კონდეს მეტაფიზიკური აპოსტერიორი და მის მოძიება დაიწყო კანტთან. და აი რა დასკვნაზე გავიდა ბოლო გვერდებზე რაც წერია. ის ჩემთვის არ წარმოადგენს რაიმე სიახლეს, უბრალოდ დადასტურებაა იმისა, რაც უკვე ჩემთვის ცნობილია და უფრო ნაკლებიც კი არის იმაზე. ჩემი აზრით. ჯერჯერობით, მაგრამ საქმე მაგაში არ არის. ეს შეიძლება თვითონ ამ პიროვნების ინტერესი იყო ესეთი, რომ ასეთ დასკვნაზე გამისულიყო და ამით დაკმაყოფილო. მაგრამ თვითონ ტექსტში შეიძლება იყოს ბევრი სხვადასხვა მიმართულებები წარმოჩენილი, რომელიც შემდგომში აღარ განავითარა, მაგრამ ჩემთვის შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. ამიტომ მომიწევს ამ ტექსტის საკითხვა და შემდეგ დაუჯდები და დავამთავრებ ამ შავკარკას აი ამ ტექსტისა, რომელსაც საეკლესიო სამართლის ფილოსოფიისათვის ესეთ სათაურს ვაპირებ რა. ხო. და შემდეგ უკვე მაქვს ისე თქვა თეთრი კარკასი დასრულებული, გავედვი, მაგრამ როდესაც ხდება შემდეგ ასე ვთქვათ შევავი კარკასიდან უკვე თეთრ კარკასში გადასვლა და თეთრი დამწვანეზე და მწვანედან უკვე რემონტის გაკეთება, აი იქ ზოგჯერ ხოლმე ითხოვს როგორც მოგიხსენებათ შავ კარკასში შეტანას ხოლმე გარკვეული ცვლილების. ესე იგი როგორც ერთი ჩემი ლექტორი მეუნეოდა იქ, როცა საბრიზნეთში ვსწავლობდი, რომ ბოლოსო ყოველთვისო იწერებაო წინა სიტყვაობა. ესე იგი რატო? იმიტომ რომ ბოლოს შენ შეიძლება ერთი აზრი გქონდეს, რომ აი ამას გავაკეთებ. მაგრამ როდესაც ამას გააკეთებ, აღმოჩნდება რომ ის სხვა არის, სხვანაირია. ეს დაახლოებით ისე დღეს ხა იმ ბერაძეს თუ ბერაძეს უსმენდი პოლკოვნიკი რომ არის აგვისტთან იჯდა. იმისგან ავიღე ეს იდეა რაღაც 4 ოქტომბერზე ლაპარაკობდა, ცოტა გული მწყდება რომ პრინციპში გადასავლელია 4 ოქტომბერი და გადაივლით თქვენ თორემ მე ხა. ხო და არ ვიცი როგორ გადაივლით, თქვენ მაგას თქვენ თვითონ დაადგენთ მაგას, რასაც თქვენი ზამთი იქნება. ხო და აი მათ იყო ის ამბოსო და ხშირად გამიგია კიდე სხვა აი ხა უკრაინის ომთან დაკავშირებით ხო არის ხოლმე რომ ომში
როცა დაგეგმაო რა რაღაცა სოუმშიო პირველი გასვლის მერე ეს გეგმა წყალში ხდება გადასაგდება. აი ეს და იმიტომ სულ სხვა ვითარება, იმიტომ რომ შენ რო გეგმავს ის გეგმავს. მე იქ ამინდიც გეგმავს და თითოეული ჯარისკაცის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც თავისას გეგმავს რა. რა მოხდება, როგორ მოხდება შეიძლება ზუსტად მაშინ გიმთხნოს ტანკმა, როდესაც აი ის უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი იმ შენ გეგმაში ან რაღაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი ყოფილიყო და მაშინ გაუწდება ეს მუხლუხი თუ მუხლუხო ხო და ან არ გაისვრის ბომბა ან ჯარისკაცი რომ შიგნით არის რაღაც სხვაგან გაისვრის და ესეთი რაღაცას ამიტომ ყოველთვის როდესაც რაღაცის წერას იწყებდა ან რაღაცაზე აზროვნება სადაც მაგალითად თუ საკურსო არ არის და მაგალითად შენს პროფესორს არ გინდა მოაწონო არამედ პროსტო შენსაც წერ სადგა გიყვანს ის კაცმა არ იცის რა ამიტომ ბოლოს როცა გახვალ ბოლოში მე გაიგებ რა დაწერე რა და რისი დაწერა გინდოდა აღმოჩნდება მე ეხა შენ ერთი გინდა და სინამდვილეში გონია რომ გინდა და შენ სინამდვილეში აღმოჩნდება სხვა რაღაცა გინდოდა და იქითკენ წახვალ და იმისი დაკმაყოფილდები აი ეს არ გაკმაყოფილებს რაც გეგონა რომ დაგაკმაყოფილებდა აი ეგ იმ შავ კარკას ვააშენებ და რომ ხვდები რომ თუ კორპუსში არ აშენებ და საკუთარ რაღაცა აშენებ პროექტი გაქვს ყველაფერი გაქვს და მე უკვე მშენებლობის დროს იქ შეიძლება აღმოჩნდეს რომ რაღაცის გადაკეთება გინდა ხო მაგალითად შავი კარკასი აშენებს ერთი ადამიანი და ხომ მშენებლობის გამოუცხადა რომ ესე იგი შავი კარკასი უნდა აშენებინათ და ამავე დროს დაიწყო დაგეგმვა უკვე კონკრეტულად დიზაინზე და შიდა დიზაინზე და უცებ აღმოჩნდა რომ აი იქ სხვანაირი კედლებიც ერთი რო უჭირდება შიგნით ასე იგი სხვა გადაადგილება პატარა კედლების მაგრამ აღმოჩნდა რომ სხვა მასალაც სჭირდება იქ ხო და ეხა აი ამ შავი კარკასის სრულიობაც ხდება ახუდ ვაპირებს რა ვიცი ხა ეს გავიგე ხა ლაპარაკისგან ხო და ესეთი რამე არის ამ ჩემ სიტუაციაშიც ხა ამას იმიტომ თულა არ გეუბნებით ის პროცესი არის რომ წინასწარ თუ შენ აიკვიატე და წინასწარ მზაზრი ამოგნა აზრი მომახვია იმან აზრი მომახვია ამან არა ეგრე არ ხდება აც ხო საკუთარ თავად თვითონ იხო მაგალითად აზრს გახოს ეპისკოპოსი ან ავიცი ციხის ზედამხედველი ხო ესეა შენ შეგიძლია თქვა ნუ რახან ციხის ზედამხედველი ამბობს რახან ფიურერი ამბობს რახან ილია მეორე ამბობს ესეა და მორჩა დამთავრდა რა და შენ უკვე იქ და მიდიხარ და შენ ამ აზრის ადეპტი ხდები და გამტარიხდები ხო შეგნებულად შენ ესე გინდა ეს შენ ეთანხმები შენ თუ ესე წინასწარ ხარ ხო ეს იმძვრალი კი არა რომ ის იმან ამან იმიტომ შენ თვითონ შენ ეგრე გადაწყვიტე რა პასუხისმგებელი შენ ხარ ამაზრის ხო შემომაუპატიურა აქ არ მუშაობს არა იმიტომ რომ აქ ძნეობრივი რაღაცა შენ ცუდი კაცი ხარ და კარგი კაცი ხარ არა ცუდი და კაცი კარგი ეგრე არ ირკვევა და საერთოდ არც არსებობს ცუდი და კარგის არც არსებობს ეს ცუდი და კარგი ზედაპირზე და კი არა საერთოდ იმიტომ ცუდი და კარგს ადგენს შენ პროსტორედ მაინც შენ ხარ პასუხისმგებელი ამისი ესე იგი შენ შეიძლება მაგალითად ვიღაცა მიარაღი შუბზე დააგადოს შეგაშინოს შენ ბავშვობაში ავიცი ცუდი მამა ყავდა თუ რა ბავშვობაში შეგაშინა რაღაცამ ამიტომ იმოქმედა ამან იმან ყველა სიტუაციაში შეგიძლია ადამიანის ის გაუგო თუ ის ამასაც ვაკეთებს მაგრამ ადამიანი მაინც პასუხისმგებელია თავისი საქციელის ნუ სხვანაირ სამყაროში ჩვენ არ ცხოვრობთ რა ესეც სამყაროში ცხოვრობთ სადაც ადამიანი არის პასუხისმგებელი თავისი ამას გეუბნება ქრისტიანობა მაგრამ არა მარტო ქრისტიანობა გეუბნება ამას
ეუბნება ნებისმიერი იმას, რასაც ჩვენ ფილოსოფიას უწოდებთ. ამიტომ ამას ქვია prejudice. მოგთ კანტთან ამას ქვია არ ვიცი როგორ ქვია ინგლისურად ბერძნულად როგორ არის, მაგრამ ეხა ეს რუსულად როგორ წერია, იცი? რაღაცნაირად prejudice თქვი ხა და აღარ გამახსენდება არც ქართულ ენაზე არ გვაქვს საერთოდ ჩურწმენას ვეძახით, მაგრამ ეს ესე არ არის. არ ჩურწმენას ვეძახით, მაგრამ რწმენაზე არ არის საერთოდ ლაპარაკი. აქ არის დაჯერებულობაზე ან პირდაპირ ლაპარაკია წინასწარ გამოტანილ დასკვნაზე, წინარე დასკვნაზე, წინარე მსჯელობაზე, წინარე განსჯელობაზე. არა გვაქვს, ნუ ქართულში ეგ სიტყვა რა. ხო და ამიტომ შესაქმნელია ეგ სიტყვა. რუსულად იყო რაღაცა სიტყვა და ამავიწყდა პრეზიატას, ხო, პრეზიატას, ესე იგი წინა აღებული. წინა პრეზიატას არის ხო ესე იგი შეიძლება თუ prejudice არის იმაზე რა ეს არის აქ არის წინა აღებულს ნიშნავს ქართულში ხა წინა განსჯას წინა აღებას არ ვიცი ქართულში როგორ იქნება სულწმენა არის ქართულში მაგრამ რომელიც სულწმენა არის ბერძნულში არის დისიდემონია რუსულად აღარ ვიცი prejudice ანუ კაი ხა ნუ დამოგნით რომელებში ხო და გამოხსენდება მე ხო და მოგეთ აი ეს წინასწარ აკვიატებული რომელიც არის და ამას კანტი არქმევს prejudice საკუთარ ადამიანიო სანამ ადამიანი არის ამაყიო ნუ ამბობს ის ამპარტავანიო რა სანამ ადამიანი აი ცუდად მედიდეს რო ამბობთ ხო ბერძნულიდან ნათარგმნი სიტყვა ცუდად მედიდეთ ხო ამპარტავანიოს რა მაშინ აი სწორედ შენ ხარ ამ prejudice ესე იგი ადამიანი რატომ ცუდად მედიდე იმიტომ რომ შენთვის სასარგებლო და სასიამოვნო დასკვნები გამოგაქვს და შენ წინარე დასკვნა შეიძლება იყო წინარე დასკვნა ზიაც რუსულად აღებას არ ნიშნავს ზიაც არის მაგალითად razliazivats ზიაც შეიძლება იყო წინასწარ აი რაღაცა მივიღე მხედველობაშიო რომ წინასწარ მიღებულს ნიშნავს რა მხედველობაში მივიღე ხო taking ხო ნუ რაღაც ეს მომენტი აქვს თუ რუსებსთან თავისეთ ქართულად როგორ უნდა იყოს არ ვიცი ცრუწმენაა ქართულად მე ცრუწმენა არ არის შეიძლება ძალიანაც სწორი იყოს ისე მაგალითად გუშინ რაღაცა გადაწყვეტილება მივიღე მე და აი წარმოგიდგენთ მოსამართლე ხარ რა და გუშინ იყო რაღაცა შემთხვევა და ამ შემთხვევაში შენ მიიღე რაღაცა გადაწყვეტილება რა და ასე გადაწყვეტილება იყო ძალიან უდაჩნი, ესე იგი ძალიან მოსწრებული იყო და სწორი იყო და შენ ამითი ამაყი ხარ რა. და დღესაც ზუსტად ისეთივე შემთხვევა გაქვს. აი ზუსტად ისეთი იმის ორეული და კლონური სიტუაცია და შენ ამბობ რომ აუ გუშინ რა მაგარი გადაწყვეტილება მივიღე სიმონ ზუსტად იგივეა, მაგრამ გაარტყა და ამ დროს აღმოჩნდეს რომ იქ რაღაცა დეტალი იყო განსხვავებული. რომელმაც სულ ხადაყირა და შეიძლება დააყრინოს გუშინდელი შენი წინა მიღებული სწორი გადაწყვეტილება. უკვე იმიტომ რომ სხვა кейსია. ამას იტყვის დელეზიც რა. ხო და ამიტომ ამას რო გეუბნებით, როდესაც რაღაცას წერ და რაღაცას ააძრონე, არ უნდა თუ წინასწარ უკვე მზა გაქვს პასუხი, მაშინ შენ სხვა რაღაცა გამოგდის. მაშინ გამოდის ხრუშოვკა. რაღაც ესეთი. და თუ მაგალითად შენ არქიტექტურის შენებლობის ეს პროცესი ერთი მთლიანი შემოქმედებით პროცესია, ნუ კარგად იცით რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ არქიტექტურები სანამ მისი არქიტექტურალი არ დასრულდება, მუდამ არის ხოლმე ჩართული, მას უძახიან თუ რაღაცა ისე არ არის და მასთან თანამშრომლობენ ბოლომდე ხოლმე. აი ესეთი რამე არის ნაწარმოები. ხა არ ვიცი როგორ გამოვა ეს ყველაფერი ჩემი ამდენად მე შევძლებ ამ ყველაფრის გაკეთებას, ესე იგი ამ შავი კარკასის მერე ვაპირებ რამდენიმე დეტალში ჩაღრმავებას, რომელიც უკვე ტექსტში მაქვს. ეს დეტალში ჩაღრმავებული
ეს დეტალში ჩაღრმავებები სათვის უკვე მოძებნილი მაქვს სტატიები, საკითხები და მინდა რომ მაგალითად არის ესეთი ლექტონ არის ეგეთი რაღაცა, ნუ კაი ეს არის ინკორპორეალი სტოელების ლექტონ ქვია, კმადი რა, ქართულად ესე იქნება sayable ინგლისურად. რუსულად არ არის ესეთი сказанное არა сказимо глаголемое იქნება, ანუ сказимо არ იქნება. сказать, говорить, говоримое არა, არ გამოდის რუსულად. ან ვიღაცა კარგად იცის ჩემზე ის სიტყვა. მოკლედ არ არსებობს ეს პირდაპირ რუსულ ტექსტებში არ ითარგმნა. ხო, ქართულში საერთოდ არ აქვს რამდენადაც ვატყობ ესეთი რაღაცა. მე არ შემხვედრია ქართულ ტექსტს და არც იქნება ხა სტოელებზე, ქართველებს არაფერი არ გვიწერია სტოელებზე, რაიმე ქართველებს წიგნი არ აქვს, ხო, ხო და შეიძლება გვაქვს აი დემოკრიტიაზე გვაქვს მაგალითად. არ არის გამოცხული სტოელებზე ყოფილიყო, იმიტომ სტოელები მკაცრ მატერიალისტები იყვნენ და არ არის გამორიცხული რომ მატერიალისტულ ხანაში დაგვეწერა კიდეც სტოელებზე რაიმე. მე ვნახე რუსულად არის და იწერებოდა კიდეც 2000-იან წლებშიც კი ახალი რაღაცები, მაგრამ ქართულად არის თუ არა სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ხო და უნდა ჩავწერო მართლა ეხლა დავგუგლავ და შეიძლება იყოს იქ რაღაცა. მე მგონი მარკოს ავრელიუსი არის ქართულად და იქ შეიძლება შესავალში არის რაღაცა სტოელებზე ზოგადად არ გადამიშლია წიგნი არ ვიცი ქართულად, ხო და ნახავ და შეიძლება იყოს, ხო. ხო, აი ეგეთ რაღაც შეიძლება ამოხდეს, აი შეიძლება. არის მაგათად ლოსევის, ალექსეი ლოსევის აქ-იქა 8 ტომი აქვს დაწერილი, თითო ტომი 2 ტომისგან შედგება, ესე იგი 16 ტომი აქვს დაწერილი ანტიკურ ესთეტიკაზე. ნუ ესთეტიკას იმისათვის რომ რაღაც იქ თავის რელიგიური მოტივები აქვს მოკლედ შიგნიდან, რომ ეს საბჭოთა ცენზურა რომ გაეცურებინა ესთეტიკა დაარქვა, მაგრამ რეალურად ლაპარაკია უფრო თეოლოგიაზე იქ რა, ესე თეოლოგი, უფრო რელიგიურ გზნობაზე და რელიგიურ ჭორტელობაზეა იქ ეს 8 ტომი რა, ესე როგორც თვითონ ამბობს. პროფესორად როგორც მის ნათქვამს იმეორებენ სხვები რა, რომ აი იმან ეს თქვაო რა, სანამ გარდაიცვლებოდა და ხო და იქ არის ერთი უზარმაზარი ცალკე ტექსტი აქვს. ну ცალკე როგორ თავები აქვს რა, სადაც აი ამ ლექტონზე ლაპარაკობს სტოელებთან. ეს არ წამიკითხავს, სიმართლე გითხრათ. ხო, ეს მე ვნახე რაც ამ სტოელებს აუცილებლად წასაკითხია იქ, თუმცა არ ველი რომ იქ იქნება ეხა ისეთი რამე, რომელიც შეიძლება რაღაცა სხვა კუთხიდან დამანახოს ეს ჩემი გაგება ამ ინკორპორეალების, საერთოდ ეს ინკორპორეალები არ არის კარგად და ვერ არის კარგად გაგებული და მკვლევარების მიერ ქრისტიანებმა სტოელების ტექსტები გაანადგურეს და არ არის დარჩენილი ყველა ტექსტი იმ სტოელებს, ყველაფერს სწავლდნენ და ანადგურებდნენ ქრისტიანები, რაზეც ხელი მიუწვდებოდა. აი ხანდელი სინდრომა რა, ის იმაზე უარესები იყვნენ. ხო და ანადგურებდნენ, მეცხრამეტ საუკუნემდე მეტის კი. აგერ ჩვენ რომ დაგვიწვეს ხელნაწერები, ხო დაგვიწვეს რუსებმა საქართველოს დაბლობში რაც ხელნაწერები ქონდა, ყველაფერი ხო მასქნეს, გაანადგურეს და ესე იგი კახეთში შეუკრებიავთ, რაც კი ხელნაწერები იყო, რომ ამასაც ჩვენ რაღაცა და დაუწოვთ რა. მთლიანად ეს რამდენიმე, აი ახლა ხელნაწერთა ინსტიტუტი რომ არის ორჯერ სამჯერ მეტი ტექსტი, ახლა იქ რა ტექსტები იქნებოდა კაცმა არ იცის, ხო? დაწვეს. ეს ავტოდაფე სულაც არ იყო რაღაცა რუსებმა აი ჩვენ მოგვიწყეს. არა ყველას უწყობდა ამას, განსაკუთრებით ქრისტიანები ამში ხო საერთოდ ვაფშე. ხო და ამიტომ არ არის სტოელების ტექსტები და მკვლევარები ამბობენ რომ აი ეს მათი ინკორპორეალებიო არ არისო კარგადო, ესე იგი ვერ არიან თანმიმდევრულიო და უწოდებენ ბასკეტ ესეთ რაღაცას უწოდებენ ბასკეტ კონცეპტი. ესე იგი ეს როგორი კონცეპტია, ესე რაღაც კიდე სხვა კონცეპტი ქვია. ეს აი რაღაცა რაც არ გესმის, ხო? აი ამ კონცეპტში ყრი, აი რა ბოლომდე გააზრებული არ არის.
აი ამ კონცეფტში ჩაწე. აი ზუსტად ესეთია, დაახლოებით ესეთია მაქსიმეს ლოგოსიც რა. მართლმადიდებლესაა ხშირად ესეთი რაღაცა, აი რაღაცა ჰიპოსტასური ერთობა. აი თქვენ შეგვამონდა ჰიპოსტასი და რაღაცა და მე აღმოჩნდა შეგვამონება და ჰიპოსტასები რომელიც თითქოს პასუხს იძლევა თუ ადამიანი როგორ არის თუ როგორ არის მაგალითად ჯერ ქრისტეს ადამიანური ბუნება შესული ურთიერთობაში და კავშირში საღვთო ბუნებასთან ეს არის შეიპოსტასებულიო რა ეს ამბობენ და მე ეს ენიპოსტასო გამოიყენა მე იმან რა ქვია პალამამ გამოიყენა უკვე სულიწმინდის მადლის შეიპოსტასება ხდება ადამიანის იპოსტაში მაგრამ ამას ახსენებს ორჯერ სულ არაფერს აი მადლის იპოსტასირება ხდება ქართულად შეიძლება ასე იყოს შეიპოსტასდა იპოსტასირება ხდება და ნუ ასე რა მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს იმიტომ რომ თავარი რაც არის სიტყვა იპოსტასი არის რა თუ ჩემი არ ჯერა დედიშეს მოусმინეთ და ნახავთ იპოსტასი просто აი მაგალითად მამა არის მამა ძე არის ძე მამისგან იშვება ძე და სულიწმინდა მამისგან გამოდის აი მამა არის იპოსტასი ძე არის იპოსტასი ოკეი მანე შობა რა არის აი ძე რო არ ყოფილიყო და ხინკალე ყოფილიყო მოგედ ისე გამოსდის ბოლო ედიშეს რომ просто განსხვავება მამაში და ძეს და წმინდა სულში ის არის რომ იმას ქვია მამა ამას ქვია ძე და იმას ქვია სულიწმინდა всё მორჩა რა ეგ არის, ნუ იშვება, არის არჩობა ვიცით რა არის, არც გამოსვლა ვიცით. არაფერს არ ხსნის ეს ჰიპოსტასი. და აი როდესაც დაჭირდა შემდეგ ეს ჰიპოსტასის ასე ვთქვათ, ფილოსოფიის მართლმადიდებელმა როგორც მე გამოვიყენეს ეს ჰიპოსტასის მივიღეთ აბსურდი, ეს არის ნუ ძირითადად ზიზულასის და იანარასის, რომელსაც ნუ დღეს უკვე საერთოდ არც ერთი თვითონ მართლმადიდებელი კარგი დოგმატიკოსი ამას უკვე აგებს რომ ეს არის ცდომა მათი. მიუხედავად იმისა რომ აი ამ ცდომილების მიუხედავად მათ ბევრი ძალიან კარგი აზრი ჰქონდათ იანარასაც და ზიზულასაც და ბევრი კარგი მიხვედრება და ინტუიცია ჰქონდა და აი ჰიპოსტასის რა არის ადამიანის პიროვნება რა არის ჰიპოსტასი არ ვიცით. მაგრამ გვაქვს ტერმინი ენიპოსტატო. ესე იგი მაწონა ვიყენებთ ამ ტერმინს ენიპოსტა ვითომ რამე პასუხს იძლეოდნენ რაღაცაზე. რა სიამოვნებაში არაფრის პასუხი არ იყო ეს იყო ეს იყო რაღაც კიდე უფრო უცნობის, კიდევ დიდი უფრო უცნობის შემოტანით ამოხსნა. დაახლოებით ესეთია, მაგალითად, როცა ამბობ, რომ ყველაფერს თავისი შემქმნელი ყავს და ბოლო უნდა მივიდეთ სადღაც ისეთ რაღაცად, რომელიც შეუქმნელია. და ამბობთ, რომ აი სამყაროს აზრი აქვს, იმიტომ რომ შექმნა ღმერთმა. მაგრამ სამყარო თუ არის X-ი, ესე ვთქვათ, უცნობი, მე შემოგვაქვს Y და ამბობთ, რომ აი ამ Y-ით X-ი ხდება, მაგრამ ეს Y რა არის და მე რომ არ ვიცი თქვა ეს Y რა არის, უცნობი, არც ეს შეიპოსტასება ვერ გავიგეთ, ხდება რაღაცა იდიომატების გაცვლა, ესე იგი თვისებების გაცვლა ხდება, რა გაცვლა ხდება? თუ იდიომატების გაცვლა ხდება, ესე იგი საღვთო ბუნებაში ადამიანური თვისებები შევიდა? მაგის თქმა გვინდა? არა. ესე იგი გაცვლა ხდება ვისა და ვის შორის? რაღაც ჰიპოსტასური ერთობაში არაფერი პასუხი არ არის, რა თქმა უნდა, არ აღწევს პასუხი. და ჯერ ერთი ის იყო, რომ ნუ ქრისტე ღმერთი რახან იყო და მე წავიდა ეს ღმერთი და ის გეუბნება აი მე ხო ვიყავი შენთან მეხებოდი მჭამდი აგეთ ჩემ სისხლს ჭამ ჩემ ხორს ჭამ რაღაცა იქით აქეთ. ხო? მატერიალურად გეხები მიყურე მხედავ მე ხატის დახატვაც კი შეგიძლია. მაგრამ ეხლა ვეღარ მხედავ. აღარა ვარ, ხო ეს ხატი მაინც გაშუალებული არის. ხატი მასე ვიღაცა ხო უნდა იყოს ჩემთან პირდაპირ პიროვნულ ურთიერთობა. ხო, აი ამ მაგის მაგრად როგორც მამა მე გამოგზავნა, მე გამოგიზარდე შენ სულიწმინდას. და თავიდან იყო სულიწმინდასთან ზიარება, სულიწმინდას ვეზიარებით, სულიწმინდის საშუალო საღვთო ბუნებას რაღაც იქით-აქეთ დამასკილთანაც კია. მე უცებ, ჩდება რომ არა, სულიწმინდაც ვერ შემოდის ჩვენთან პირდაპირ კავშირში და შეუძლებელია შემოვიდეს ის. ჩვენთან პირდაპირ კავშირში, იმიტომ ეს არ განგაცებულა. ის განგაცებას რაც ნიშნავს, ამიტომ ჩვენსა და ღმერთს შორის მაინც არის ეს მადლი. აი ეს მადლი რა არის ხო?
და ამით ვითომ რამე ახსენ, მაგრამ შენ თუ ამ მადლის შემოგაქვს, შენსა და ძესა და ღმერთთან იმაში, მაშინ აღარ ძე ქრისტე გჭირდება და აღარ სულიწმინდა გარდა იმით რაღაც მაგიურ კავშირი. მოგეთ, იდუმალი ხდება, ის უბრალოდ პალამა ხსნიდა ამის საშუალებით. აპოლოგეტიას აკეთებდა თავისი რაღაცა სარწმუნოების და კიდევ უფრო ბუნდოვანი ტერმინები შემოქონდა, რომ აი ეს ბუნდოვანი და გაუგებარი აზრები გაუგებინი. აი ეს ტერმინებს ხომ ხშირად უწოდებენ ბასკეტი. ურნა ტერმინებს. სადაც რაღაცა რაც ბოლომდე გაუგებარია, იმას სიტყვი ინკორპორეალია, სულწმის მადლია, ეს ინპოსტატუა, რაღაცა სიტყვი რა, ლოგოსია. და ნუ ამითი აი იქ მოიკრიბა ეს აზრი და თუ რამე იდუმალი არის, ღმერთს მივაწერ, ლოგოს მივაწერ, ინკორპორეალს მივაწერ და რაც აქეთკენ რჩება წმინდა წყალში, მე ჩვენ ცურვობთ, სავალო პასუხი რა თქმა უნდა გაცემული არ არის და ამიტომ ვიღაცა მე გვერდიდან მოვადა და შენს გაგარტყი და შენს ინკორპორეალსაც უგეთხოვს, ხო? წადი შენის და შენი ეკლესიის ციცო. არ მაინტერესებს, თუ ჩემთან გინდა ურთიერთობა, აგერ არის კალკულატორი და მათემატიკა, აგერ არის 2+2, აგერ არის ლოგიკა, რომელიც მყარია. და აი აქ ვილაპარაკოთ. და არ მაინტერესებს ხა შენ მუჰამედმა რა გამოგიცხადა. ორის ხორცი არ ვარგა, ოკეი. რატომ არ ვარგა? ამიხსენი. просто მუჰამედმა გითხრა რომ არ ვარგა. აი. კარგი, კიდე სხვა რა. არ ვარგა, იმიტომ არ ეყოლდება და რაღაცას ზემოთ იქით არის, რა ქვია. ფუჭდება მალე და ამის გამო შეიძლება მოიწამო. კი, ბატონო, ეგ უდავნოში, მაგრამ ეხლა როცა იქავარ გერმანიაში, სადაც პირიქით ეს ღორები უფრო კარგად ძლebენ, ვიდრე საქონელი და სადაც ეს ღორი კი არ ფუჭდება არამედ ეს არის ჩემთან და მაშინ ეს ლოგიკა აღარ მოხდეს, მაშინ უბრალოდ რჩება ლოგიკა მუჰამედმა გითხრა. ოკეი, კაი, მუჰამედი შენის ავტორიტეტია, ჩემც არ არის ავტორიტეტი. კაცო, არა, აი მაგალითად იტყვი რომ ყველაზე ახლოს ადამიანთან დგას ღორი და შენ მას ჭამ. ნუ ერთი ადამიანები კარნივალები ყოველთვის ჭამდით ერთმანეთს. ეგ ერთი. მერე მეორე, ხორცია, ძმაო, ის ხორცი აფრით არ განსხვავდება სხვა ხორცისგან ერთ და იგივე ის არის. მესამე. შეკაი ადამიანშულო, თუ ღორის ხორცი იმიტომ არ ჭამ, რომ ის ადამიანის არის და შენ ადამიანში რომ ამ ნახევარს უღლე ამოწყვიტა მუჰამედმა. მოკლა ადამიანები და 10 წლის გოგო თუ 12 წლის გოგოები ცოლად ყავდა და იქ აღარ არის ადამიანის სხეული მნიშვნელოვანი. ხო, ნუ ესე იგი მე კი არ ვიცი არ უნდა დაემორჩილონ. ან ის 12 გოგოს და არ ქონდა ურთიერთობა მუჰამედს ეხლა მე ამითი რაღაცებს ვლაპარაკ. მაშინ ესე იყო რა. ნუ იმან მუჰამედმა რაც გააკეთა მაშინ ქალთა მიმართებაში ძალიან დიდი ნაბიჯი იყო და საერთოდ პირველი ქალების ემანსიპაცია, ქალთა ემანსიპაციაზე თუ ლაპარაკი არის, ქრისტიანებს არ დაესიზრებათ ის ემანსიპაცია თავის დროზე რაც იყო ხა კი, მაგრამ თავის დროზე ის ემანსიპაცია რაც მუჰამედმა განახორციელა ადამიანის რანგში აიყვანა ქალი. ესე იგი მაგალითად ქვივის თუ გინდოდა ქალი ყოლოდა, ქვივი გინდოდა რომ გეხმარა, ამიტომ მოგეყვანა ცოლა და მას მოგცეოდი როგორც ცოლს. ესე იგი ესე იყო რა. ან ომში ბევრი მამაკაცი იღუპებოდა, ბევრი ქალი გაუთხოვდა ჩვენ. მოკეთდა რომ ქალი რო არ ყოფილიყო ესე მიუსაფარი და უპატრონდა რაღაცა, ამიტომ ეს უნდა ასე რომ ჩვენ აი ესეთი ურნა ტერმინები არის ინკორპორეალები, კვლევალები ამბობენ. და მართლაც ბოლომდე იქ არის რაღაცა ლოგიკური წინააღმდეგობები და თვითონ დელეზიც ამ ინკორპორეალს რომ იყენებს და ამბობს რომ სტოიკოსები მაგრები იყვნენ, ეს ამას იმიტომ კი არ აკეთებს რომ მე მონურად მისდევს ამ ინკორპორეალების თეორიას დელეზი. დელეზი მონურად არ მისდევდა კანტს და ჰეგელს და კირკეგორს და რა ვიცი მე ნიჩეს. ის მათთან ერთად ფიქრობდა. აი და სტოილებს საკეთეს დელეზი. მათთან ერთად ფიქრობს, სტოილებთან ერთად ფიქრობს და დელეზი აი სწორედ ამ ინკორპორეალებს იყენებს იმისათვის, რომ რა გიდგინოს ახალი გვარის ონტოლოგია, რომელიც ხვავს პლატონ-არისტოტელური ონტოლოგიისგან, რომელიც მისი აზრით გააკეთეს სტოილებმა და თვითონაც ანტი-პლატონიზმი აინტერესებს, იგი რიზომატიკული და რაღაც. ასე რომ ეს ტერმინი ესე თქვა ინკორპორეალი, აი როგორ აღდანახული. ლონსებს ჩემთვის რა თქმა უნდა საინტერესო იქნება
იქნებ იქ რაღაც კიდევ ისეთი ნიუანსები დაამარხოს, რომელიც მთლიანად ანგრევს ჩემს შეხედულებას, ასე ინკორპორირებას მოაწერე, ან მიმტკიცებს, ანუ საკუთარ შემთხვევაში მიმტკიცებს კიდეს და კიდევ უფრო ახალ განზომილებას აძლევს. მაგრამ მე მგონი მაინც ვერ დაანგრევს ამ ჩემს იდეას, იმიტომ რომ ეს ჩემი იდეა მე მგონი ისედაც საკმაოდ მორყეულია და მეტი ამის მორყევა აღარ შეიძლება. ისედაც ანგრეულია. ეგ ერთი. მეორე ის არის რომ ამ ინკორპორირების იდეაში მე მხოლოდ ამ ინკორპორაციას ვიყენებ მხოლოდ ერთი მიმართულებით. ეს არის მაკავშირებელი რგოლი სტოელებსა და მაქსიმეს და სტოელებსა და დელეშურის. ეს არის მთელი ჩემი ამოცანა და ის რომ ინკორპორირებლები და მაქსიმე სტოელების უდიდესი გავლენა ჰქონდა და მას იზიარებდა თვითონ მაქსიმი ამბობს რომ ჩემი მასწავლებელი იყო და ასახელებს სტოელს. ეს გამოკვეთილია ეგ-ერთი და მეორე ის რომ სტოელებს ითვალისწინებდა თავის ფილოსოფიაში დელეზი, ესეც ჩანს. ესე იგი ეს რგოლი შემდგარია. ხა რამდენად ეს რგოლი არის მყარი, ხო? თითქმარი ამას ეს უკვე ამას დიდი მნიშვნელობა უკვე პრინციპში არც აქვს, იმიტომ რომ თავარია რომ ეს კავშირი იყოს. იქ 1 ვოლტი გაივლის თუ ბილიონი ვოლტი გაივლის იმ ბმაში, ხო, იმ მართულში. ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ რაღაც წინქცევა, უკუმქცევა, ესე იგი იქ დენი რაღაცა გადის და თავარი ეს დენის გასulis და ამ კავშირის დადასტურებაა და მე უკვე რამდენად ძლიერია და რამდენად დამუხტულია ეს აზრი ამას ნახავთ მე როდესაც უკვე მოვჩები რემონტს.